ეგრეგორები და დედამიწის მაგმა. მამა აბსოლუტის გზავნილი 19 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მსურს უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ ადამიანისა და მის მიერ გამოსხივებული დაბალი ვიბრაციული ენერგიების შემგროვებელსა და შემნახველებს შორის ურთიერთქმედებაზე. როგორც უკვე იცით, დედამიწის ნატიფ დონეზე არსებობს მრავალფეროვანი ეგრეგორები, რომლებიც იკვებებიან ადამიანთა ნეგატიური ენერგიებით და მაგნიტივით იზიდავენ ამ ადამიანებს. იქ ეს ერთი სახის ენერგიები ერთად შეგროვდება და ხდება იმდენად კონცენტრირებული, რომ უბრუნდება ადამიანებს გაძლიერებული სახით, რაც უფრო მეტად აღვივებს მათ უნებებს. ამგვარად მყარდება ენერგეტიული კავშირი ადამიანსა და გარკვეულ ეგრეგორს შორის, რომლის გაჭრაც მას ძალიან უჭირს და ხან საერთოდაც ვერ ახერხებს ამას. როგორი ადამიანისა დედამიწის მაგმასთან ურთიერთქმედება, რომელიც როგორც უკვე იცით, ჩემი წინაგზავნიდან არის დაბალი ადამიანების შემნახველი. მოცემული შემთხვევაში ეს ურთიერთქმედება ცალმხრივია და რატომ? მაგმა დედამიწიდან იღებს და ითვისებს ყველაზე მდაბალ და გულისამრევ ადამიანურ ემოციებს ზედმეტ დოზებს, რომელიც ენერგეტიკურად დამღუპელი ხდება ადამიანისთვის. ეს ემოციები იწყებენ ადამიანის შიგნიდან დაწვას და იმისათვის, რომ არ დაიწვას და მიეცეს მას შანსი ამ ჯოჯოხეთიდან რომ გამოვიდეს, რომელშიც თავად მან მიიმწყვდია თავი, მაგმა იღებს მისგან ამ გადაჭარბებულ შხამიან და მძიმე ენერგიებს. თუმცა გამოიყენოს ეს შანსი თუ არა, თავად ადამიანის გადასაწყვეტია. ეს გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად ადამიანი, რომელიც შეპყრობილია სიძულვილითა და შურიცების ყურულით, იღებს გასხიოსნების მომენტებს, როდესაც მის ცნობიერებას შეუძლია შეაფასოს მდგომარეობა მთელი ტრაგიზმით და დაიცვას ის მის სულისთვის დამღუპელი ნაბიჯით გადასატკბელად, მაგალითად მკვლელობისგან. ხოლო თუ ადამიანმა ვერ შეძლო ამ შანსის გამოყენება და სრულიად დაკარგა ადამიანური სახე, დედობრივი სულის ეს ნაწილი დედამიწიდან წასვლის შემდგომ წვეთ არსებობას და მიდის გადასამუშავებლად დედამიწის მაგმის სახარშავ ქვაბში. სწორედ აქედან წამოვიდა ის გამონათქვამი, რომ ბოროტი და სასტიკი ადამიანის სიკვდილის შემდგომ ხდება ჯოჯოხეთში. რეალურად ამ ქვაბში ხდება არც თუ ისე ბევრი, რადგანაც მრავალგანზომილებიან ადამიანურ სურს, არ სურს დაკარგოს არც ერთი თავისი ნაწილი და აკეთებს ყველაფერსა და გამოაღვიძოს მისი ცნობიერება, რომლის ფიზიკურ სხეულშიც მოხდა მისი პროექცია ამ ინკარნაციაში. სიკვდილის წინ წამიერ გასხიოსნებას, ჩადენილის გაცნობიერებასა და ღრმა მონანიებას შეუძლია გადაარჩინოს ყველა საშინელი ცოდვილის უგდავი სულიც კი. სწორედ ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, გათვალისწინებულია დედამიწაზე თქვენი ემოციების ალტერნატიული შემგროვებელი და გარდამქმნელი. ხოლო თუ ეგრეგორები ნახავენ და გადამუშავენ თქვენს თქვად ემოციებს, დედამიწის მაგმა წვავს უმართავს, ანუ იმ ემოციებს, რომელიც დამღუპელი ხდება არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომელიც მათ ასხივებს, არამედ მთელი დედამიწისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში თავისუფლების კანონი ხელშეუხებლად არის დაცული. ადამიანი თავად ირჩევს თავის ბედს, როდესაც ის სრულიად კარგავს კავშირს ღვთაებრივ ასპექტთან. ამა აბსოლუტი, რომელსაც განუზღვრად უყვარხართ საუბრობად თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.